საუბრებთ კონფლიქტოლოგ ზაზა ცოტნიაშვილთან ერთად, რომელიც გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბატონ ზაზა, მოგესალმებით. მოგესალმებით და დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. მადლობა სტუმრობისათვის, ბატონ ზაზა. ასე ვთქვათ, ყველაზე ცხელი ირანისა და ისრაელის კონფლიქტით რომ დავიწყოთ, იყო ვარაუდი, რომ ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და ღმერთით არ გაგრძელდება. რა მოხდა საბოლოო ჯამში, რა სახის კონფლიქტთან გქონდა საქმე, ან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? იდეაში დღეს ძალიან ისეთ турბულენტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ და ხშირად იმეორებენ უკვე ჩემი კოლეგები იმას, რომ თუ 90-იან წლებში ჩვენთან იყო ძირითადად ეპიცენტრი და ვიყავით უძიმეს სიტუაციაში, დღეს ყველაზე ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას სტაბილური გარემო ჩვენთან არის, ამ თვალსაზრისით მე ვგულისხმობ ასეთ ცხელ კონფლიქტებს და ეს გარკვეულად იმედს გვაძლევს, რომ ვიქნებით სტაბილური სახელმწიფო. რაც შეეხება მსოფლიოს, განსაკუთრებით ბოლო დროს არის ყურადღების ცენტრში ირანის, ისრაელის და რა თქმა უნდა რუსეთის და უკრაინის დაპირისპირება. იდეაში ეს საკმაოდ ცხელი და მასშტაბური კონფლიქტია ორივე, განსაკუთრებით ირანის და ისრაელის ეს ივნისის კონფლიქტი არის 2025 წლის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ისტორიული კონფლიქტი. მინდა გითხრათ, რომ ასეთი კონფლიქტები იწყება რაღაცა სერიოზული წითელი ხაზების გადაკვეთის შემდეგ და ჩვენ თუ შევადარებთ აი ამ კონფლიქტებს და ობიექტური გვინდა რომ ვიყოთ, აი ამ თვალსაზრისით აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ირანი იყო ძალიან ახლოს ბირთვული იარაღის უკვე ასე ვთქვათ შექმნასთან და როგორც ჩანს ეს იყო ის წითელი ხაზი, რამაც გამოიწვია დასავლეთის, კონკრეტულად კი ისრაელის და ამერიკის გაერთიანებული ძალებით ამ ასე ვთქვათ ამბიციის, მოდი ესე ვთქვათ, ჩახშობისთვის გადაიდგა ეს საკმაოდ ისეთი მძლავრი ნაბიჯი. მძლავრი ნაბიჯი იმ თვალსაზრისით მოხდა მასშტაბური დაბომბვები, თვითონ საცდელი ატომური ცენტრების და პრაქტიკულად არსებული ინფორმაციით განადგურდა ის შესაძლებლობა, რაც ირანს მისცემდა ბირთვული იარაღის, როგორც სამხედრო იარაღის შექმნის, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით რაიმე ნაბიჯები გადადგას. იდეაში ბირთვული წარმოება სხვათა შორის თურქეთშიც მიმდინარეობს და მას რუსეთი თურქეთშიც ეხმარება, თუმცა ისინი ცდილობენ რომ ენერგორესურსების თვალსაზრისით გამოიყენონ ეს ატომური ასე ვთქვათ შესაძლებლობები. რაც შეეხება ირანს, ეს ის მომენტი იყო, როდესაც პრაქტიკულად არავის არ აძლევდა ხელს ირანის ბირთვულ სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ალბათ იმ ქვეყნებსაც და რამდენიმე ალბათ არაბულ ქვეყანასაც, რომელთანაც ისრაელმა საერთო ენა უკვე გამონახა, ეს გახლავთ საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და გაერთიანებული ემირატები, რომელთანაც აქვს საკმაოდ ბოლო დროს კარგი ურთიერთობები და ისე რომ ეს რელიგიურ ნიადაგზე რაიმე ესეთ განსაკუთრებულ ასე ვთქვათ პროტესტს აი ამ რეგიონში არ უნდა ველოდეთ, თუმცა საკმაოდ ასე ვთქვათ მძლავრი შოკი იყო ეს მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის, რაც ჩვენ ვიხილეთ და იყო ძალიან მასშტაბური ასე ვთქვათ. ბატონ ზაზა, მაყურებლისთვის რომ განვარტოთ, რას ნიშნავს მსოფლიო ძალთა ბალანსისთვის ის, რომ ირანმა პერსპექტივაში აქ ყოველ შემთხვევაში საუბრობენ იმას, რომ ეს პროცესი შეაჩერეს, მაგრამ ირანს რომ გაეკეთებინა, ასე ვთქვათ, ატომური ბომბი, რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას მსოფლიო ძალთა ბალანსისთვის? მოდი ესე შევხედოთ საკითხს. დღეს რომ ირანს ჰქონოდა ბირთვული იარაღი, ალბათ ესეთი შეტევა ირანზე ვერ განხორციელდება. დიახ. აი პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას და მით უმეტეს ვთქვათ ისეთ კავშირში მთელი მსოფლიოსთვის, ხო იცით მაინც რომ შედარებით ასე ვთქვათ ლოიალური მოკავშირეები ყავს მას რუსეთის, მეტნაკლებად ჩინეთის მხრიდან და იარაღის თვალსაზრისით მათ აქვთ საკმაოდ კარგი კომუნიკაცია და კარგი ურთიერთობები. აი ამ ვითარებაში ბუნებრივია ირანი კიდე სხვა მოთამაშე გახდებოდა, უფრო მძლავრი მოთამაშე გახდებოდა და უკარნახებდა უკვე ძალიან ბევრ პოლიტიკურ ძალას, ძალიან ბევრ ასე ვთქვათ იდეას შესთავაზებდა უკვე სამყაროს შეიძლება ითქვას, ისეთი იდეებით შეიძლება შეეთავაზებინა, რაც იქნებოდა ცოტა შორს ისეთი ღირებულებებისგან, როგორც თანამედროვე მსოფლიოს განვითარებას ვთქვათ უნდა ახასიათებდეს და შესაძლებელია რომ ეს მძლავრი ავტორიტარული ისლამური იდეოლოგია, რაც დღეს გამეფებული არის ირანში და მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ რომ იქ გარკვეული თვალსაზრისით ადამიანის უფლებების პრობლემაც არის, შეიძლება ამისი განვითარებაც გამოიწვიოს დანარჩენ მსოფლიოში.
ანუ ფაქტურად ასე ვთქვათ, კიდევ ერთ რუსეთს მივიღებდით ერთგვარს, რომელიც შეიძლება შემოგიტიოს, მაგრამ თავის ტერიტორიაზე ხელშეუხებელია დასავლეთისთვის გამომდინარე ატომური, ასე ვთქვათ, იარაღიდან გამომდინარე. ამ კონფლიქტთან დაკავშირებით არის ესეთი უცნაური სიტუაციაც, რომ იმის გამო, რაც ხდება ღაზაში, ისრაელსა და ღაზას და პალესტინას დაპირისპირება შორის, დასავლეთში საკმაოდ ბევრმა ძალამ მხარი არ დაუჭირა, ასე ვთქვათ, ირანისთვის ესე ღიად მხარი არ დაუჭერია, თუმცა არც ისრაელის, ასე ვთქვათ, ამას როგორც სტრატეგიულად ჩანს, აუცილებელ და სავალდებულო შეტევას არ დაუჭირა მხარი. შესაძლებელია თუ არა, რომ სამომავლოდ დასავლეთში ანტი-ისრაელულმა, ასე ვთქვათ, არ ვიტყოდი ანტი-ებრაულმა, არამედ უფრო ანტი-ისრაელულმა ლობმა იქონიოს თავისი გავლენა და არაბული ან მუსულმანური ქვეყნებისთვის რაღაცნაირი დახმარება გამოვიდეს დასავლეთის მხრიდან. თუ მაგალითად 2028 წლის მერე ტრამპი აღარ იქნება და რაღაც სხვა ძალები მოვლენ ხელისუფლებაში. მოდით ესე შევხედოთ ძაგებს, ესე იგი, ეს არის ძალიან რთული რეგიონი, თავისი ძალიან რთული კონფლიქტების წარსულებით უკვე საუკუნოვან წარსულს ითვლის ეს კონფლიქტები და აი ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ კიდევ უფრო სხვა ვითარება მივიღეთ ხო რეგიონში თქვენ მივხვდით რასაც გულისხმობთ იდეაში ღაზას სექტორი არის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი და იცით თქვენ რომ დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი სახელმწიფოებისთვის ნებისმიერი ადამიანის უფლება არის თანაბრად მნიშვნელოვანი. და ბუნებრივია რომ ხშირად ნიუ-იორკის ქუჩებშიც ნახავთ ანტი-ისრაელურ გამოსვლებს და ეს იდეას დემოკრატიის დამახასიათებელი. თვითონ ებრაული წარმოშობის ადამიანებიც კი ძალიან ბევრი გამოდის ისრაელის ასე ვთქვათ სახელმწიფოს წინააღმდეგ. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმდენად ასე ვთქვათ ცოტა უცნაურ ეპოქაში ვცხოვრობთ რომ დღეს მაგალითად გერმანიის კანცლერი ამბობს რომ ისრაელმა ჩვენი საქმე გააკეთა ასე ვთქვათ ისრაელი თავისი ხელით და ესეთი უცნაური ეპოქაა იცით აქ ცალსახად რაიმეს თქმა ცოტა რთულია მაგრამ მანდ მნიშვნელოვანი ალბათ არის ის რომ პოლიტიკური ინტერესები ამ შემთხვევაში ისრაელთან თანხვედრაშია დასავლეთისაც იმიტომ რომ ასეთი ბირთვული სახელმწიფოს ასე პოტენციურად ბირთვული შესაძლებლობების სახელმწიფოს ირანის წინააღმდეგ ალბათ უკეთეს ძალას ვერც მოძებნიდნენ და ვერ გამოიყენებდნენ რომელიც შედარებით ახლო მდებარეობს და ამით რა თქმა უნდა აბალანსებენ და არეგულირებენ აი ირანის პრობლემას. აი ძირითადად ალბათ ისრაელის ფუნქცია იმდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის რომ ფიქრობ რომ ეს ადამიანის უფლებებით თქვათ რაღაცა გარკვეული თვალსაზრისით სისხლის ღრა ღაზას სექტორში რომელიც ამ კონფლიქტით არის გამოწვეული და თქვენ ნახეთ რომ შუამდგომლობაც კი აქვს ტრამპს რომ შეჩერდეს ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამოძიებები და ასე ვთქვათ ეს ადამიანი მიაჩნიათ რომ მნიშვნელოვანი ფიგურა არის დასავლური ღირებულებების დასაცავად რეგიონში. კი ნეთანიაჰუს ამ შემთხვევაში მრავალ ათწლოვანი ისტორია აქვს ასე ვთქვათ დასავლეთთან მეგობრობის და სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობის. გადავიდეთ საქართველოს ნაწილზე, ეს ჩვენთვის ახლო რეგიონია, ისტორიულად ასე ვთქვათ 2000 წლოვანი მტრულ მეგობრული ურთიერთობის, ძირითადად მტრულის, მე ირანის ნაწილს გულისხმობ, თუმცა ახლა რა თქმა უნდა ცოტა გარემოებები შეცვლილია იგივე თურქეთთან და ირანთან მიმართებაში, ისრაელი 27 საუკუნოვანი მეგობრობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ზოგადად რეგიონალური კონფლიქტების ჭრილში როგორი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა, რამდენად მისაღებია არსებული პოლიტიკა თქვენი აზრით, რამდენად სწორია და მომავალში რისი გაუმჯობესება შეიძლება ამ კუთხით. თავისუფლებას მივცემთ და ცოტა არაპოპულარულ მოსაზრებას გაგიზიარებთ იმ თვალსაზრისით რომ მოდით გავიხსენოთ ხანდახან ესე ჩვენ რა თქმა უნდა ამბიციური ერი ვართ, სახელმწიფო ვართ, დღეს შემდგარი, სტაბილური ქვეყანა ვართ და ალბათ ამბიციებიც უნდა გქონდეს, მაგრამ ჩვენი მასშტაბები ხანდახან გვავიწყდება. იდეაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მოთამაშე არის გარკვეული თვალსაზრისით იგივე რეგიონში, ხშირად შუამავლობასაც თავაზობს, სომხეთს, თქვათ, აზერბაიჯანს, მაგრამ იცით რა მინდა რომ გაგიზიაროთ. აი, როდესაც ესეთი პრობლემები და ესეთი კონფლიქტები არის, ჩვენი პოზიცია, მაგალითად, ქართველების პოზიცია არის განსხვავებული, ვიდრე თქვათ დიდი სახელმწიფოების, ხო? იდეაში დიდი სახელმწიფოები ხშირად და დიდი შესაძლებლობების სახელმწიფოები თავის რესურსს ხედავენ. ამბიციაც იმიტომ აქვს და ალბათ უტევენ კიდევაც, იმიტომ რომ მათი ნაციონალური ინტერესი არ შეილახოს. იგივე რუსეთი, რომელმაც თქვათ გადაწყვიტა, რომ წითელი ხაზი იყო, თქვათ ნატოს სიახლოვე, ხო? ეს რა თქმა უნდა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი სისხლის ღრა დაატრიალა. თუმცა არასდროს არ დაუმალავთ პირდაპირ ამბობდნენ, რომ ექნებოდათ რეაქცია თუ ამას მაგრამ ხოდა რეაქცია, იმიტომ რომ იცის თავისი შესაძლებლობები, ხო? დღესაც ვხედავთ, რომ
პრაქტიკულად მთელი ცივილიზებული სამყარო ეწინააღმდეგება რუსეთის ამ პოლიტიკას, მაგრამ მაინც უჭირს შეჩერება, ხო? ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ მას აქვს რესურსი. აი ეს რესურსია ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ რა რესურსი გვაქვს და რა პრობლემას უნდა ველოდეთ, ხო? პირველი ალბათ რაც გაჟღერდა გახსოვთ თქვენ რომ ვირტუალ სადგურებზე და დარტყმის შემთხვევაში რომ გაჟონვა არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ჩერნობილის გამოცდილება გვაქვს და მე ძალიან პატარა ვიყავი მაშინ და მახსოვს როგორ კლიმატი შეიცვალა საქართველოში 1986 წელი იყო თუ არ ვცდები, ასეთი მოლოდინები სამწუხაროდ და შიში იყო ირანის მხრიდანაც, მაგრამ როგორც ჩანს ეს გაჟონვები არ არის და იმედია ღმერთმა დაგვიფარა ამ თვალსაზრისით რომ ჩვენზე გავლენა მოეხდინა ამ ომს აი ამ თვალსაზრისით. მაგრამ ამავე დროს არის ეს ენერგეტიკული მომენტები, ხო? ჩვენ ასევე მოწყვლადი ქვეყანა ვართ და ჩვენთან პატარა ფასის გაზრდაც კი საწვავზე ძალიან მტკივნეულია და პრობლემურია. მაგრამ მე როგორც მივადევნე თვალყური ვნახე რომ ამერიკა ძალიან აქტიურად ჩაერია აქ და პრაქტიკულად აუკრძალა ფასების ზრდა ნავთობზე შესაბამის სტრუქტურებს და ეს სხვათაშორის ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი იყო, შეიძლება ითქვას, იმის გამო რომ ეს ომი არ გამხდარიყო საბაბი რომ ენერგორესურსებზე გაზრდილიყო ფასები. ეს რისკიც მე მგონი ავიცილეთ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ხა მომავალში რა იქნება ძალიან რთული წარმოსადგენია, ხო? და ეს რანაირად მოახდენს ჩვენზე გავლენას. ამავე დროს ძალიან საინტერესო ერთი ფაქტი რომ იდეაში ისრაელს გაცილებით კარგი ურთიერთობა აქვს მაგალითად აზერბაიჯანთან, ვიდრე სომხეთთან, ხოლო ირანს სომხეთთან ვიდრე აზერბაიჯანთან და ჩვენ რაღაცა ორივე მიმართულებით რო ვაბალანსებ, მე ვფიქრობ რომ ეს ბალანსი არის ძალიან ნორმალური მდგომარეობა ჩვენი ტიპის სახელმწიფოსთვის. იმიტომ ვახსენე თავში ჩვენი მოკრძალებული ასე ვთქვათ პოზიციები და ეს პოზიციები ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს და ჩვენი ალბათ ყველაზე მთავარი მომენტი არის აი ესეთ ვითარებებში რომ ამ დიდ турბულენტურ ზონაში გადავრჩეთ, შევინარჩუნოთ ჩვენი სტაბილური სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. გადავიდეთ ახლა ასე ვთქვათ მეორე მნიშვნელოვან კონფლიქტზე უკრაინა-რუსეთის, რომელიც ძალიან დიდხანს მიმდინარეობს უკვე, აი ძალიან გაიწელა, აი როგორც ვიეტნამის ან ავღანეთის ომები ჰქონდათ ამერიკასა და საბჭოთა კავშირს და ბევრი ვარაუდობს რომ ერთის მხრივ კი საუბრობენ აუცილებლად იმაზე რომ წლის ბოლოს დავამთავროთ ასე შემდეგ, მაგრამ არ ჩანს არანაირი წინაპირობა იმისა რომ რომელიმე მხარე რამეს დათმობს. იყო მცდელობა ტრამპის მხრიდან თითქოს უკრაინას რაღაცები დაეთმო, თუმცა საანცვლოდ რაღაცები მიიღო, რაზეც უარი მიიღო და რუსეთი კიდე ასე ვთქვათ სანამ გაზდის ასე ვთქვათ აკეთებს იმას რაც გაზდის და არაპირებს დათმობაზე წასვლას. ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ეს ვრცელდება. ჩვენ არ ვიცით ახლა ასე ვთქვათ კარს მიღმა რაზე საუბრობენ, მაგრამ მაინც რომ გამოვთქვათ ვარაუდი არის თუ არა იმის ალბათობა რომ ამ წლის ბოლოს ეს ომი მაინც დასრულდეს თუნდაც დროებითი გაყინვითი რაღაც ხელშეკრულებით. ესე იგი ნებისმიერი პროგნოზი არის ყოველთვის სათო და მე მინდა გაგახსენოთ რომ ძალიან ბევრი ინტერვიუს მიცემა მიწერდა 2022 წელში ეს კონფლიქტი დაიწყო. ძალიან ბევრჯერ ჩვენთანაც იყავით მათ შორის პირდაპირ. თუ ნახავთ კადრებს მე ხშირად ვიმეორებდი რომ ჩემი მეთქი მოგზალებული მოსაზრებით სამწუხაროდ ევროპულ სირიას მივიღებთ უკრაინაში. ძალიან საწყენია რომ ეს ცუდი პროგნოზი გამართლა. და კიდევ მინდა გავიმეორო სამწუხაროდ რომ არა თუ 2025 წელს, აი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, რა სახეს მიიღებს. აი ძალიან რთული წარმოსადგენია. ჩვენ ვხედავთ როგორი ეკლექტური არის დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკა, როგორც ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველას თავისი პრინციპი აქვს, ხო? აი ბოლო დროს განსაკუთრებით ტრამპის მოსვლის შემდეგ ნახეთ რომ იგივე დასავლეთშიც ამერიკასა და ევროკავშირს შორის არის გარკვეული პრობლემები და გარკვეული ასე ვთქვათ აზრთა სხვადასხვაობა, ხო? ნახეთ როგორ შეიძლება ერთჩვენიერ დღეს ვთქვათ იგივე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩარევი გაიყვანოს ავღანეთიდან და აბსოლუტურად ასე ვთქვათ ბედისანაბარა დატოვოს ის ხალხი, რომელსაც უამრავი თანხა დახარჯა. არ ვიცით უკრაინაში როგორ განვითარდება სიტუაცია, ხო? მან შეიძლება ასე ვთქვათ თუ დასავლეთის დიდი მხარდაჭერა იქნება უკრაინამ შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, ახლა რეალურად რო შევხედოთ ამ ომში უკრაინამ რაც მიიღო დახმარება შესაბამისად შექმნა ბრძოლისუნარიანი ჯარი მილიონამდე აიყვანა ჯარისკაცი. წარმოიდგინეთ, ევროპაში ყველაზე მძლავრი ჯარი ყავს უკრაინას. ყველა სოფლიოში უკვე ტოპ 5-ში ასე ვთქვათ შესული ჯარია. დღეს ჩვენ ზუსტად ვთქვათ რომ ის თავის თავს ბოლომდე დაიცავს ან აღადგენს იმ სტატუს კვოს რაც 2022 წელში იყო ან თუნდაც 14 წელში, როდესაც ჯერ კიდევ ყირიმიც მას ეკუთვნოდა, ხო? ანუ გვაქვს ძალიან რთული სიტუაცია. მე მაინც მგონია რომ რთული სიტუაცია და ამ ეტაპზე იქ რაიმე საერთაშორისო სამართლის ბოლომდე გამარჯვების იმედი არ უნდა გქონდეს. ყველაზე ასე ვთქვათ ისეთი რთული პროცესი არის დღეს
როდესაც პრაქტიკულად გაყინული არის ეს ფრონტის ხაზი ძირითადად გაყინულია. უბრალოდ გაცვლა ხდება ამ რაკეტებით მიდის ძირითადად ომი, გაცვლა ხდება ამ რაკეტების ერთმანეთს აყენებენ ზიანს, უკრაინაც ახერხებს, აი ჩვენ ნახეთ ერთ-ერთი ძალიან ისეთი ოპერაცია, როდესაც ძალიან ბევრი ძვირადღირებული თვითმფრინავი გაუნადგურა. გუშინაც იყო შედარებით მცირე მასშტაბის, მაგრამ მსგავსი ოპერაცია რამდენიმე სულ დღეს რუსეთს მაინც ვერ ააშენებს იმ თვითმფრინავებს, ხო, ისეთი გამოცდია, ახალი ქარხნები ჭირდება და სხვა რესურსი ჭირდება, იმდენად დიდი ზიანი მიაყენა. ამავე დროს ჩვენ ხედავთ რუსეთი როგორ დაუნდობლად ასევე ანადგურებს უკრაინის ინფრასტრუქტურას, მოსახლეობას და პრაქტიკულად დაანგრევას აპირებს და ჯერჯერობით მისი ამბიცია არის რომ აკრაინა, ანუ რუსეთის განაპირა მხარე მას ეკუთვნის და იქ არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ისეთ სამხედრო ძალას, როგორც არის ნატო მაგალითად და ამისთვის მზად არის ის დღემდე რომ ასე ვთქვათ იბრძოლოს და სხვადასხვა არ ჩანს არანაირი უკან დახევა. აი არაფერი ისეთი განსაკუთრებული პოზიციები გარდა დიპლომატიური განცხადებების, რაც ჩვენ უკვე კარგად ვიცით და ხედავთ რომ არაფერს განსაკუთრებულ სამხედრო სპეციალისტებიც აღნიშნავდნენ რომ სტრატეგიული თვალსაზრისით არც ერთი წად მიდის წინ, არც მეორე და ამ მდგომარეობაში ძალიან დიდ ხანს აი პირველ მსოფლიო ომში რო იყო ერთ პოზიციაზე რო იყვნენ 4 წელი დაახლოებით იმ პოზიციაში შეიძლება იდგნენ. ერთი კითხვა კიდე მინდა დაგისვათ პოლონეთის პარლამენტმა ახლა ხანს მიიღო დადგენილება შეთანხმებიდან გამოდიან რითაც ასე ვთქვათ სასაზღვრო ზოლის მინირებას აპირებენ და სხვადასხვა ფორტიფიკაციების გაშენებას. ეს ნაბიჯი თქვენი აზრით იგივე საპირებს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. ეს ნაბიჯი რით არის გამოწვეული რეალურად არსებობს იმის საშიშროება რომ რუსეთმა შეიძლება რაიმე მოქმედება განახორციელოს ამ მიმართულებით იმის გათვალისწინებით რომ უკრაინაში სამი თვის ნაცვლად 3 წელია ასე ვთქვათ ჩაფლულია და თავის მიზნებს მაინც ვერ მიაღწია. მე მინდა გავიხსენო დიდი სამამულო ომის პერიოდი, როდესაც ჩვენს თანამემამულე სტალის 3 მილიონი ჯარისკაცის მობილიზება დაჭირდა რომ უკრაინა გაეთავისუფლებინა. ესეთი მარტივი არ არის უკრაინის გავლა. ანუ რუსეთს პრობლემა აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვათ მოხდა სასწაული უკრაინამ ყველაზე ცუდი სცენარიო წარმოვიდგინოთ რა უკრაინას აღარ დაეხმარა დასავლეთი და რუსეთმა შეძლო რაღაცა წლების შემდეგ თვითონ ასე ვთქვათ გაძლიერდა ეკონომიკურად და გაიარა. ბუნებრივია რომ ეს საფრთხე არსებობს. აი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან ბუნებრივი საშიშროება არის. მით უმეტეს ისტორია და სტატისტიკა მეტყველებს იმაზე რომ ეს ტერიტორიები სულ ხელიდან ხელში გადადიოდა ხომ ისტორიულად. პოლონეთი განსაკუთრებით. ჩვენ ყველაზე ცუდ турბულენტურ ზონაში რატომ იმყოფებით რომ საერთაშორისო სამართალი დაიყო. საერთაშორისო სამართლის მთელი ძალა რა იყო და სტაბილურობა რატო გქონდა აქამდე, ხო, თქვათ აი რაღაცა 50 წლის განმავლობაში. და მე რატო დაარღვიეს ადამიანებმა ეს საერთაშორისო სამართალი, რომ სუსტი იქნება თუ ძლიერი იქნება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, სახელმწიფო არ უნდა დაესხას ერთი მეორეს. მაგრამ კონფლიქტის ბუნებაც ეს არის, რომ გაძლიერდება რაღაცა მიმართულებით, ესა თუ ის ძალა და მას განვითარების სხვა ხედვები არ აქვს. მას თავისი ისტორიული განვითარების, ასე ვთქვათ, ბუნება უკარნახებს, რომ უნდა გააკეთოს ის, რაც აკეთა მაგალითად მისმა წინაპარმა საუკუნეების განმავლობაში, ისე რომ გამორიცხული ამ შემთხვევაში არაფერი არ არის. მაგრამ ღმერთმა არქნას, რომ უკრაინა ისე დასუსტეს და მას დასავლეთი აღარ დაეხმაროს, რომ ესეც მოახერხოს რუსეთმა და მიადგეს ევროკავშირს. და აუცილებლად უნდა გკითხოთ ტრამპის მოსვლის შემდეგ ევროპისა და ამერიკის შეხედულება კონფლიქტებთან დაკავშირებით ზოგადად ფრანგულ-გერმანული ასე ვთქვათ შეხედულება და ამერიკის შეხედულება განსხვავდება ერთმანეთისგან ხშირად არის კრიტიკაც ერთმანეთის თუმცა შემდგომ სამიტებზე მეგობრულად ასე ვთქვათ ამ მეგობრობა მაგრამ შემდეგ უკან წასვლა და კვლავ ერთმანეთის გაკრიტიკება ევროპის პოლიტიკა რამდენად სასარგებლოა იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ხომ არ არის ეს მაინც უფრო იმასთან დაკავშირებული რომ საფრანგეთი და გერმანია პირველ რიგში საკუთარ თავს იცავს რის გამოც შესაძლოა მათ შორის უკრაინა ჩვენ უკვე წლებია და სხვა ქვეყნებიც აღმოსავლეთ ევროპის მაინც შეეწიროს იგივე რუსეთის აგრესიას. აი საერთაშორისო სამართალი ვახსენებ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახსოვთ თქვენ ამ მსოფლიო ომმა როგორ გაანადგურა მთელი ევროპა რა მძიმე სიტუაციაში იყვნენ ისინი და ამ გერმანელების ფაშისტურმა იდეოლოგიამ როგორ დაანგრია მთელი ევროპა. აი ამის შემდეგ, როდესაც მოხდა ეს შეთანხმება და გადაინაწილეს, ასე ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძლიერ ამოქვეყნეს ეს მიწები, დაწყნარდნენ დაისვენეს და ადამიანებისთვის გასაგებენაზე რო ვთქვათ, ევროკავშირი მოდუდა გარკვეული თვალსაზრისით, გადავიდა ძალიან კეთილ, ასე ვთქვათ, დღეობაზე და რაც ძალიანაც კარგია, მოდი ესე ვთქვათ, ნახეთ როგორ განვითარდება. სასურველი არის ეგრეთ ცხოვრება, ტექნოლოგიურად. მაგრამ
ერთი მომენტი ალბათ გამორჩათ, რომ რაღაცა 50 წელში თუ 40 წელში ერთხელ ადამიანებს თუ სახელმწიფოებს კვლავ უნდებათ თავისი ამბიციები გამოაცხადონ და ამ ამბიციების დასაპირისპირებლად შესაბამისი სამხედრო რესურსი ყოველთვის მზად უნდა ქონდეს. აი დღეს რო დაჭირდეს ევროკავშირს რაღაცა მობილიზება, მე ვფიქრობ ძალიან გაუჭირდება. თუ მით უმეტეს ამერიკასთან ვერ გამონახა საერთო ენა, დღევანდელი მოცემულობით თუ ამერიკა მოარიქვა ევროკავშირის მხარდაჭერაზე, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, ევროკავშირი ძალიან სუსტი აღმოჩნდება, ძალიან ბევრი ძალის წინაშე და ეს მათი აქილევსის ქუსლი არის შეიძლება ითქვას. ეხლა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა გააძლიერონ დაფინანსება საკუთარი სამხედრო პოტენციალის და უნდა ასე ვთქვათ მზად იყვნენ თუნდაც სხვა ავტორიტარული რეჟიმების სურვილებით, რომ ვთქვათ გაავრცელონ მათი იდეოლოგია და მათ ტერიტორიებზე ასე ვთქვათ შესვლას რო წინააღმდნენ. ისე რომ ეს პრობლემები არის ევროკავშირში, ეს კითხვები არსებობს ევროკავშირში, მაგრამ ესეც ძალიან კარგად იციან, რომ იგივე ამერიკასთან მათ მოუწევთ, რომ დაალაგონ გარკვეული ურთიერთობა და ეს ბუნებრივია თქვენ პოლიტიკის, ბიზნესის, ეკონომიკის ენაზე რას ნიშნავს, ხო? მაშინ ამერიკა, რომელსაც ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვს, ტრილიონს მიუახლოვდა ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი, 900 მილიარდზე მეტია უკვე და ეს არის მთავარი, ხო, ამ ეტაპზე. თუმცა რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 150 მილიარდი უნდა იყოს. ახლა ამ ეტაპზე არ არის ძალიან დიდი, მაგრამ სამაგეროდ სამხედრო ძალა აქვს დიდი. ტრადიცია სამხედრო ძალა და ასე ვთქვათ ისტორიული ისა დამოკიდებულება ჯარის მიმართ. რაც განსხვავდება დამოკიდებულება. და სულ ბოლოს კითხავთ, ზოგადად საქართველოს პოლიტიკაზე ვილაპარაკეთ, კონფლიქტების დროს, როდესაც ასე ვთქვათ კონფლიქტები იმართება, ძირითადი ასე ვთქვათ ჩვენ შემთხვევაში თქვენ ისაუბრეთ ნეიტრალიტეტის მნიშვნელობაზე, თუმცა ქვეყნის შიგნით ხშირად არის ასე ვთქვათ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ, სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, მათ შორის მხარდამჭერების ან არამხარდამჭერების გარკვეული პოზიციების ასე ვთქვათ ღია და აშკარად დასახელების, მათ შორის პარტნიორი ქვეყნებისგანაც. აი რამდენად მისაღებია რეალურად ზოგადად საერთაშორისო პოლიტიკას რო შევხედოთ, რომ შენს პარტნიორ ქვეყანას, რომელსაც ამბობ რომ პარტნიორია, მოსთხოვო რაღაც კონფლიქტებთან დაკავშირებით პოზიციის დასახელება, მაშინ როცა გასაგებია რომ ვერ დაასახელებს, ასე ვთქვათ, ან საფრთხეს ჩაიგდებს თავს ამ პოზიციის გამოხატვით. ესე იგი მე გეტყვით რომ ჩვენ ხაზგასმისთვის ბოდიში ვიტყვი რომ მაგალითად როდესაც აღიარეს კოსოვო არავინ საერთოდ არ მოუთხოვია თუ სწორად მახსოვს საქართველოსგან რომ აღიარე კოსოვო მიუხედავად იმისა რომ დასავლეთის ქვეყნებმა აღიარეს კოსოვო გაითვალისწინეს რა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მდგომარეობა და დღემდე არც გვეღიარებია და არც არავინ არ და არც ვაღიარებთ მე ვფიქრობ ჩვენ ვართ დღეს ამ თვალსაზრისით ძალიან ოპტიმალურ დაბალანსებულ ვითარებაში არავინ არაფერს არ ითხოვს ჩვენგან განსაკუთრებით. მით უმეტეს რომ კარგად იციან იგივე ჩვენი პოტენციალი, კარგად იციან ჩვენი შესაძლებლობები, ისე რომ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე რო ვთქვა, მოდი ესე, სპილოების ჭიდილში სპლიპებით არ უნდა გავიჭყლიდოთ რა. იმიტომ რომ ეს გამოცდილება სამწუხაროდ გვაქვს და ძალიან ბევრჯერ გავიჭყლიდეთ. მთელი ჩვენი ცხოვრება აი ამ ჭყლეტვაში მიმდინარეობს, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ნაციონალური ინტერესები, ჩვენი ღირებულებები ამავე დროს ჩვენი დემოკრატიული ასე ვთქვათ მისწრაფებები არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა შევაჩეროთ და რა თქმა უნდა დაბალანსებული ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ ყველასთან, ვიზეც დამოკიდებული არის საქართველოში სტაბილური ეკონომიკური განვითარება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზაზა, რაკურსი ევროპისკენ კითხვებს კონფლიქტოლოგი ზაზა ცოტნიაშვილი პასუხობდა, ჩვენი გადაცემა ამით ამოწურულია და მე დაგემშვიდობებით.